ბედნიერი სახლი, ადგილი, რომელიც ადამიანებს ყოველ ჯერზე ახსენებს, რომ სიკეთე გადამდებია. ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი ამიერკავკასიაში ერთადერთია, რომელიც 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ზრუნავს. ფონდი ფინანსების მოძიების მიზნით სხვადასხვა შინაარსის პროექტებს ეტაპობრივად ახორციელებს. ბედნიერმა სახლმა ამჯერად მორიგ ღონისძიებას უმასპინძლა. ფონდის დამფუძნებლები შეხვდნენ ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ხელმძღვანელ პირებს, მარკეტინგისა და ადამიანური რესურსების მართვის ცენტრის წარმომადგენლებსა და ფონდის აქტიურ მხარდამჭერებს. ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდში დღეს ვუმასპინძლეთ სხვადასხვა კომპანიებს და მათ ჩავაბარეთ ანგარიში 20-25 წლის მანძილზე რა გავაკეთეთ ჩვენ. იქიდან გამომდინარე, რომ ნაწილი კომპანიების ჩვენი ძველი მეგობრები არის, ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, რომ მათთვის ეს ყველაფერი აგვეხსნა და გვეთქვა, ხოლო ახალი კომპანიები, რომლებიც დღეს ჩვენ შემოვიკრიბეთ და დავიმატეთ, ამ კომპანიებს სახლის დავათვალიერებიეთ და თან კიდევ გავაცანით შემდგომი, ამ წლის 2026-ის გეგმები. იქიდან გამომდინარე, რომ ფონდის შემოწირულობა ყოველთვის იკლებს ხოლმე, ამიტომ იყო დღევანდელი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ამ კომპანიებისთვის შეგვეხედინებია შიგნიდან. ენახათ, ჩვენ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, ვის ვეხმარებით, როგორ ვიქცევით ამ ბავშვებთან, მათთან თანაცხოვრება ძალიან რთული და მძიმეა და მოგვინდა, რომ ეს ყველაფერი გვეჩვენებია. ძალიან დიდი მადლობა მათ მობრძანებისთვის, დღევანდელი საღამო ძალიან წარმატებულად ჩაიარა და მე მეიმედებიან, რომ მთელი წლის ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებებში შემოგვიერთდებიან. დღევანდელ ღონისძიებაზე ბერი ანდრიას ფონდში წარვადგინეთ ფონდში არსებული ტრენინგ ცენტრი და მასთან ერთად საერთო ასოციაცია ნიუმანეს დადებული აქვს მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვატარებთ პირველადი დახმარების ტრენინგებს. რაც ძალიან კარგია, მრავალმხრივარი კარგი, მაგრამ ორს გამოვყოფთი, ეს არის ფონდის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ეს არის პირველადი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება. 2025 წელს 700 ადამიანს ჩაუტარეთ ტრენინგი, რაც იმას ნიშნავს, რომ 700 ადამიანმა გაიგო ფონდის შესახებ და ეს ძალიან გვახარებს. თან ტრენინგები ძირითადად ადგილზე მიმდინარეობს და როდესაც ესე ხელშესახებად ხედავ თუ სად მიდის ის ქველმოქმედება, რომელსაც თვითონ გაიღებენ ამ ტრენინგებში ჩადებული თანხით, ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალი და 2026 წლის გეგმები არის, რომ ჩავატაროთ უფრო მეტი ტრენინგი არა მხოლოდ არამედ პერსონალისთვის, არამედ მეტ პერსონალისთვის, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე საექთნო და ასევე საიქიმო აკრედიტებული კურსი. შეხვედრაზე გასული წლის შედეგები შეაჯამეს, როგორც ფონდის დამფუძნებელმა აღნიშნა, 2025 წელს, რომელიც ზრუნვითა და მნიშვნელოვანი შედეგებით გამოირჩეოდა, 5 ბავშვი სრულიად გამოჯანმრთელებული დაუბრუნდა საკუთარ სახლს. დღეისათვის ბედნიერ სახლში მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსი 396-მა ბენეფიციარმა გაიარა. საღამოზე განიხილეს ასევე კამპანია 121, რომელმაც მოსულ სტუმრებს შეახსენა, რომ დიდი ცვლილება პატარა ნაბიჯით იწყება. 2025 წლის ყველაზე ისეთი მთავარი რაც იყო ჩემთვის პირადად და ჩემი გუნდის წევრებისთვის, ის რომ ჩვენ 5 ბავშვი გამოჯანმრთელებული გავუშვით სახლში. ეს იყო ყველაზე დიდი მიღწევა და ამ მიღწევაში, მიზნის მიღწევაში სწორედ დაგვეხმარნენ ეს კეთილი ადამიანები და სხვადასხვა კომპანიები. 2025 წელს ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო სარეაბილიტაციო სახლმა უმასპინძლა 396 ადამიანს. სწორედ აი ამ ადამიანებზე ზრუნვისთვის არის საჭირო ყველა ის ღონისძიება, რასაც ბერი ანდრიას ფონდი ატარებს და ყველაზე დიდი გამოწვევა ამ წელს არის, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ დამხმარე შენობა სახლისთვის. რა თქმა უნდა, იმ ყველა საჭირო აუცილებელ, რასაც ვაკეთებდით აქამდე, ეს უბრალოდ კიდე დაგვემატა. და მე მინდოდა თქვენი ტელევიზიის მეშვეობით შევახსენო ადამიანებს, რომ ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი კამპანია 121 ყოველთვეში მხოლოდ 1 ლარი. ძალიან მარტივია და შეგიძლიათ ყველა ჩაერთოთ ამ ჩვენს
ძალიან სახალისო და მეტად საჭირო კამპანიაში. ძალიან ბევრს შრომობთ ფონდის წარმომადგენლები, რომ სხვადასხვა სახით მივიღოთ შემოწირულობები და ბედნიერი სახლის შვილობილებს კონდეთ. არა მხოლოდ ბედნიერ სახლში ცხოვრების უზრუნველყო, ესეთი ბედნიერი ყოფა, არამედ მათთვის ვცდილობთ, რომ გარდა იმ დაფინანსებებისა და საჭიროებებისა, რომელსაც ფონდი მუდმივად უზრუნველყოფს, ძალიან ბევრი ბედნიერი დღე შევქმნათ ფონდის გარეთაც და დასამახსოვრებელი იყოს მათთვის დღეები, რომლებიც შორიდან ალბათ ძალიან ძიმედ გამოიყურება, მაგრამ ბედნიერ სახლში შემოსვლის შემდეგ მაქსიმალურად ფერადი და ბედნიერი ხდება. შეხვედრაზე გაჟღერდა 2026 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც მიმართულია სოციალურ პროექტებსა და ორგანიზაციებთან გრძელვადიან პარტნიორობაზე. მთავარი მიზანი კი იყო მომავალი წლის პრიორიტეტების წარდგენა ღია დისკუსიის ფორმატში, რათა ფონდმა შეძლო საქმიანობის კიდევ უფრო სრულყოფა და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის ხაზგასმა თანამშრომლობის გასაძლიერებლად.